რომანტიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა წარმოიშვა მე-18 საუკუნის ბოლოს გერმანიაში. მე-19 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები არიან ვიქტორ ჰიუგო, ედგარ პო, ჯაკომო ლეოპარდი, ალექსანდრ პუშკინი და ნიკოლოზ ბარათაშვილი. ახლა კი სწორედ ამ გენიალურ პოეტზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე მოგიყვებით. მოდით წარმოვიდგინოთ 2 საუკუნის წინანდელი თბილისი, დეკემბერი. მაშინ ქრისტეშობის თვე რომ ერქვა. წყნარი და უშფოთველი 15 დეკემბერით ენდებოდა, როცა ქვეყნიერებას ნიკოლოზ ბარათაშვილი მოევლინა. ჯარისკაცი გამოვა გენერალი, სიხარულით მეცხრეცაზე დაფრინავდა მამა ახალშობილისა პორუჩიკი მელიტონ ბარათაშვილი. სხვათა შორის ნიკოლოზი ერეკლე მეფის შთამომავალი იყო. მისი დედა ეფემია ორბელიანი სახელოვანი მეფის შვილთაშვილი გახლდათ. იმ დროს დიდგვაროვანი ოჯახებში იშვიათად შეხვდებოდით მანდილოსნებს, რომლებსაც შვილების აღზრდაში თვითონ შეჰქონდათ დიდი წვლილი, მაგრამ ეფემია შვილებს თვითონ ზრდიდა. მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, საქმიანი კაცი, მაგრამ როგორც ყველა ქართველს, დარდიმანდული მომხენაც უყვარდა. დიდრულ წვეულებებსა და სტუმრიანობაში ქონება გაფლანგა და გაღარიბდა. 7 წლის ნიკოლოზს დედამ ქართული წერა-კითხვა დააწყებინა. ასწავლიდა ლოცვებს, სიმღერებს, ლექსებს, ზღაპრებს. ტატო, ასე ეძახდნენ ხოლმე ნიკოლოზს პატარაობაში. ცელქი ბავშვი იყო. მუსიკა და სიმღერა ძალიან უყვარდა, მაგრამ ბოლომდე ვერც დაკვრა და ვერც სიმღერა ისწავლა. სამაგიეროდ კარგად სწავლობდა არითმეტიკას, ფიზიკას, ისტორიას, სამართალს და რა თქმა უნდა ლიტერატურას. ნიკოლოზის გენიალურ პოეტობაში სოლომონ დოდაშვილსაც მიუძღვის წვლილი. ის პოეტის საყვარელი მასწავლებელი იყო, მაგრამ მონაწილეობას იღებდა რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და ამიტომ გადასახლების დროს გარდაიცვალა. ნიკოლოზი წერდა ლექსებს რუსეთის წინააღმდეგ და ისიც დაისაჯა ამის გამო. მან 2 კვირა საპატიმროში გაატარა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ნამდვილი მწერალი ის არის, ვინც მამაცი გულით და უშიშრად წერს. ბარათაშვილმა თავისი აზროვნებით გაუსწრო ეპოქას. მან შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის პოეტური ნაწარმოებები, რომლებშიც გამოხატულია ადამიანების მაღალი იდეალები. აკაკი წერეთელმა ბარათაშვილს უწოდა წინამორბედი, ჩვენი ახალი ცხოვრების განთიადისა. სწორედ ასეთი გახლდათ ბარათაშვილიც. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ უფრო გააქტიურდა და გამოსცა დაპატიმრებული მამულიშვილების ნაწარმოებები. დაწერა ახალი სატირული ლექსები მთავარმართებელზე, რუს მოხელეებსა და ქართველ მოღალატეებზე. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის კიბის გამო სამუდამოდ დაკოჭლდა, ოფიცრის კარიერაზე ოცნება არ მიუტოვებია. ტატო უკვე 17 წლის იყო. ბიძა მისი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც მაშინ ლატვიაში მსახურობდა, ცდილობდა დისწულისთვის ხელი შეეწყო, რომ მას სამხედრო კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამიტომ იმედგაცრუებულმა ბარათაშვილმა გადაწყვიტა კანცელარისტი, ანუ კანცელარიის მოხელე გამხდარიყო. პოეტის პირველი სიყვარული ვინმე ნინო იყო. შემდეგ ბარათაშვილს უცხოელი დელფინა ლაბიელი შეუყვარდა. მას რამდენიმე ლექსიც მიუძღვნა, მაგრამ ერთ საღამოს შეხვდა ეკატერინას, ჭავჭავაძის ასულს. მის ეკატერინასადმი სიყვარულმა არაერთი ლექსი დაგვიტოვა: საყურე, ცისა ფერს, დროს ბედნიერი ვარ. ეკატერინა ფორტეპიანოზედ მომღერალი. ბედნიერების მოლოდინში მეცხრეცაზე დაფრინავდა, მაგრამ დაემსხვრა ოცნება, რადგან ეკატერინა გაათხოვეს. გულგატეხილმა ნიკოლოზმა მერამდენედ ჩაიქნია ხელი ცხოვრებაზე. აღარც სამსახური აინტერესებდა, აღარც ოჯახი, აღარც ნაცნობ მეგობრები. დაეხეტებოდა ქალაქის ქუჩებში და წერდა ლექსებს. კიდევ უფრო ენამწარი გახდა, არავის ენდობოდა. მისი და წერდა. ნიკო ძალიან მალხაზი, მარდი და მიმზიდველი სახისა. შუათანატანის, არც გამხდარი, არც მსუქანი, წაბლისფერი თმა, უდეშურად მოყვანილი თვალები. ერთხელ ბიძა დედის ძმა ილია ორბელიანი ისე გააბრაზა, რომ მან დუელში გაიწვია. დუელი მადათოვას კუნძულზე დაინიშნა. ბარათაშვილის უბროსობა მიზეზს ეძებდა, რომ ის გაეშვა სამსახურიდან. რაღაც უმნიშვნელო მიზეზი იპოვეს. დააწერინა განცხადება და გაუშვეს ვითომ და ავადმყოფობის გამო. ყველა უბედურებას უმუშევრობაც დაემატა. ლუკმა პურის ფულიც არ ჰქონდა. იმ დროისთვის უკვე დაწერილი ჰქონდა ლექსები, ფიქრნი მტკვრის პირას, შემოღამება მთაწმინდაზეც, სული ობოლი. პოემა ბედი ქართლისა, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა ლექსები. ხალხი მეჯლისებით, ცეკვა თამაშით და ჭორაობით ერთობოდა. მისი გულის ტკივილი მხოლოდ ბიძაშვილის შვილს მაიკო ორბელიანს ესმოდა, ადგა და წერილი მისწერა, გული გადაუშალა. არ დაიჯერებ მაიკო, სიცოცხლე მამძულები ამდენის მარტობით. შენ წარმოიდგინე მაიკო, სიმჭარე
კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია. მაინც კიდევ ობოლია ამ ვრცელ სოფელში. ამ დროს დაღესტნიდან ამბავი მოვიდა. ლეკებმა ილია ორბელიანი დაატყოვესო. ტატოს თავზარი დაეცა, თვითონაც კი არ იცოდა რა უნდოდა ან რას იზამდა. თვალწინ ედგა ილიკოს ტანჯულის სახე და ტვინს უბურღავდა საიდანღაც აკვიატებული ფრაზა: მირბის მიმაფრენს, მირბის მიმაფრენს. მესამე დღეს ლექსი დაწერა და ოდნავ შვება იგრძნო. ის სწორედ ამ აკვიატებული სიტყვებით იწყებოდა, რომელიც უსათაურო იყო, მაგრამ ყოველს გონია, რომ მას მერანი ჰქვია. ტატო სამსახურის გამო განჯაში წავიდა, მაგრამ ეს იყო საბედისწერო ნაბიჯი. მან არ იცოდა, რომ შინ ვეღარას დროს დაბრუნდებოდა. განჯის ტრუიანმა ქუჩებმა და ნესტმა მალე წაუხდინა გონება. ბიძას გრიგოლ ორბელიანს წერილზე სწერდა, იქნებ რამე სამსახური მომიძებნო. ისიც აიმედებდა ცოტას დამოცადე და აქეთ გადმოგიყვანო, მაგრამ 1845 წლის სექტემბერში ყაჩაღებს დია რაზმერებთან ერთად გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. 9 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან მშობლებისა და ახლობლების წრემლი არ ღირსებია. უცნობმა ადამიანებმა დაკრძალეს განჯის რუსული ეკლესიის ეზოში. მათ რა თქმა უნდა არ იცოდნენ, რომ ის, ვისაც მარხავდნენ, გენიალური პოეტი იყო. მისმა მშობლიურმა თბილისმა ჯერ არაფერი იცოდა. ისევ ჩვეულებრივად მოღელავდა მტკვარი ანკარა, ისევ წვებოდა მთაწმინდაზე ნისლი. ანჩის ხაჩიც, წუხრის ზარს ისევ რეკავდნენ.